და საერთოდ თარგმნელობას უნდა ეწეოდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ღმერთი წამს. და წამს არა ისე მართლმადიდებლური გაგებით. არამედ საღვთო წელი კარგად იცის და იმას უკრებს სულიერად, იცის სიტყვების მიაწვდის სულიწმიდა. ჩვენთან კიდე ვინ თარგმნის მაგას? ან გარედან არის, ან უცხო აი ესენი რო თარგმნენ, ფილოლოგებმა თარგმნეს. ამან ეგრე არ არის. იქ სეპტუაგინტა თარგმნა ბერძნულ ენაზე ყველა იმ ხალხმა, ვისაც რწმენა ქონდა ღმერთს. ხო, სეპტუაგინტა ბერძნული. მე სინოდიალური თარგმანიც, როცა ესეთი მაქსიმალურად საუკეთესო თარგმანია რუსულ სივრცეში, ესეც თარგმნა მორწმუნე ადამიანებმა. აბა ისე გაგიჭერიდება ფილოლოგი რო ხალხა, რწმენა არა მაქვს და ამიტომ ჩემი ფილოლოგიურად თარგმნი მაგას. ბაჩანაბერიგვაძემ ძველი ბერძნულიდან ვითომ თარგმნა პლატონი, ხო? ეს პლატონი კი არ არის, ბაჩანაბერიგვაძეს შეხედულებებია. იმიტომ რომ იმ პრობლემასთან პლატონი ბაჩანა ვერ მივიდა, რაც იქ წერია რა. ცერგალბოდა წიგნებს, ფილოლოგი იყო. და გაიხლართა ამ ჭერმეტყელულ ქართულში. უფრო მისი ქართული არის შეკაიფებული, როგორ ლამაზი ქართული გააწყოს ეს. ამ დროს პირველი არის პლატონის აზრი. მე ესმინდა და იმ შემთხვევაში გადმოთარგმნი მაგას, როცა იმ პრობლემებზე შენც გიფიქრია. წინააღმდეგ შემთხვევაში თარგმანი ძალიან დაშორებული იქნება და თუ დამიჯერებთ ქართული თარგმანი პლატონთან იცეურ არის დაშორებული, ვერაფერს ვერ გაიგებთ. მე პლატონის გაგება მინდა და არა რომ მითარგმნეს და თვითმიზანი თარგმნა კი არ არის რომ ჩათვალე რომ ძველ ბერძნულად პლატონი გვაქვს. არა, აი ესეა ქართული ენაზე ბიბლიის გარკვეული მონაკვეთები, გარკვეული და ამას გარკვეულად ჭირდება გასალაშინება, დახვეწა.